მე მაგალითად არ ვიცოდი, არ ანუ ესეთი ის იყო აქტუალური იყო ხა თბილისისთვის გველები, მაგრამ იქიდან აქედან იქ ნახეთ იმაზე სასაფლაოზე იქ სადღაც პარკში არის ერთი ამბავი გველები. იქ რუსთავშიც ზოგადად პრობლემაა. თბილისის შემოგარეშიც, მოკეთ კი მე გამიგებ, არაერთი წელია პრინციპში არიან უკვე შემოზეში არიან, მაგრამ ცხოვრობთ. სადაც თაგვები არიან, იქ გველები არ არიან. როგორ იყო ესა? სადაც ისინი არიან, იქ ისინი არ არიან. მოკლედ, მოდი მოვიწვიოთ სტომარი, რომელიც არამეთათინიკო მოვიწევთ. მე მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა, რომ რატომაც გვინდოდა ერთ-ერთი მიზეზი გაგვეკეთებინა ეს თემა. ჩვენ ერთ-ერთ თანამშრომელს უნდოდა საკუთარი მამის საფლავზე ასვლა და იქიდან დაურეკა დამლაგებამ და ხო შენ ვიცით ძალიან გეშინიაო გველებისა და მოდი თავი შეიკავე და ნუ ამიტომ რომ ძალიან მოდებულია. მე ძალიან მეშინია გველების მინდა გითხრა. არის მომრავლებული როგორც შხამიანები არც ერთი არ არის. ოღონდ ხალხს მაინც ეშინიათ. ჩნოვთ ყავისფერი რო არის, იმას ეძახიან ლორტოქსა, რა ზოგი რას ეძახის და მეტი წელი ვეგეთები არის. რამე ზომებს თუ მიმართავთ გველების? აზრი არ აქვს. რომ მიმართო ვინ მოვა და ვინ დაგიდგება გვერდში. აზრი არ აქვს. ვის ეხება ამ პროგრამის მოგვარება? მერიას ეთქობა. ეს შეკუსე მერიის რა. კი, რამოდენიმეჯერ იყო ეგეთი შემთხვევა. ეს ბოლო წლებში უფრო მოხშირდა. თითქმის სულ ყველა ამას უჩივის, რომ ზაფხულში სიცხეა და ასეთ ფერწარმავლები ძალიან ბევრი დარბიან აქ. საშიშია დიდებისთვის იმდენად არა, მაგრამ პატარებისთვის ხალხი მოდიან, ბავშვები მოყავთ. სულ რაღაც 9 საათის წინ ბავშვთან ერთად ვიყავი და ხა ბავშვი ამდენად არის ის, მაგრამ რო იცის რა არის გველი და ჩვენგან ძალიან ესე შეგვეშინა და კი იყო ადრე შემთხვევა, მაგრამ ხა ძალიან მომრავლდნენ. კი, ნამდვილად ჩვენ შეგვხვდა და საშიშია, შეგვეშინდა, ნუ არა. ალბათ აი კვირაში რამოდენიმეჯერ ამოვდივარ და რავი, ბევრჯერ გვხდება ხოლმე. ერთხელ შეგხვდა იქით ამ ხარეს ტყეში. მე არ მეშინია ზოგადად ხა გველების და ეგეთი რაღაცების. ეს კადრები ყურბაშემში გადაღებული და ძალიან ბევრი ადამიანი დადის იქ, არ მინდა რომ ვინმეს განსაკუთრებულად შეეშინდეს. მინდა ისიც რაღაცა ველოსიპედი სანხშირად და ვიცი რომ ყურადღებას აქცევენ ამ თემას. ჩვენ კუსპის ადმინისტრაციას დაუკავშირდით და მათ ვკითხეთ რა თქმა უნდა. დაგვიდასტურეს რომ იყო რამდენიმე ფაქტი, თუმცა ისიც გითხრეს რომ კუსპის ტერიტორია რეგულარულად იწმინდება, ხდება ალბათ შეწამლა და კონკრეტული სამუშაოების ჩატარება, ასე რომ ნუ შეგეშინდებათ იქ. მე ერთ რამეს ვიტყვი კიდე, სხვათა შორის კახეთში საგანგებო ისინი არის დაყენებული ყველგან. ნიშნულები. არა, ნიშნულები არა, ესეთი აპარატურაა რაღაცა, ალბათ ძვირადღირებულია, არ ვიცი. რომელიც ნუ დაზღვეული ხარ პრინციპში რა და საფხული რა ხან არის ესეთი ნიშნული კრწანისში ერთ-ერთი არის კი არის გარდა იმისა რომ ვიზუალურად გვაშინებენ და ნუ მე მართლა ძალიან მეშინი ამის გარდა არის თუ რეალური საფრთხე რომ რა ჯიშია და დავშეთ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანს მოვიწევთ სტუმრებს ამაზე სასაუბრად ბატონი გივი კაციტაძე ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორი და ტოქსიკოლოგი და თემურ გიორგაძე თბილისის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს უფროსი მომწანდით და გვიშველეთ. საშვილად არა გაქვთ საქმე. უირა კაცია. მე პირველივე ფრაზა მომეწია. მოგესალმებით. სალამი ბატონებო დაბრძანდით. აი მე ციკასგან განსხვავებით. უი დიდი მადლობა. გადაუდებელი თერაპია. მოაბრუნეთ. მადლობთ. მე ციკასგან განსხვავებით არ მეშინია გველების და ამიტომ მე ასეთ შეკითხვას დაგისვათ შეიძლება გველები მომრავლებულები არიან და შეიძლება ეს მათი ბუნება რომ ზაფხულში უფრო მეტად ჩანან მაგრამ რამდენად საშიში არის მათთან ერთად საცხოვრებლად დიდი მადლობა მოწვევისათვის და მართლა კაი თემაა იმიტომ რომ ეს პერიოდი მით უმეტეს ზაფხულის პერიოდი ყოველთვის არის აქტივობა ამ მიმართულებით და ჩვენთანაც ფიქსირდება ცოტა მომატებული ზარები ამ მიმართულებით წინა წელთან შედარებით დაახლოებით 60-70 ზარი არის მომატებული გამოძახებების და ეხლაც ველოდები კი ეხლა და ვიცი ეხლაც რა ხდება დაახლოებით ქალაქში ცოტა რუსთაველზე ხანძარებო მაგრამ საშიშია იქაც არაფერი არ არის აუცილებლად და კურიერი გრაფია და გველებისაც ყავს გველები ეხლა გეტყვით რაც თავარია პირველ რიგში მე მინდა ჩვენი თბილისის მოსახლეობა დავამშვიდო იმ მიმართულებით რომ ჩვენ თბილისში ჯერ არც აღმოგვიჩენია შხამიანი გველი რასაც არის ერთი
შხამიანი გველი არსებობს საქართველოში, ეს არის გიურზა, რომელიც არ ფიქსირდება თბილისში და არა გვაქვს ამ მიმართულებით გამოძახება, რაც კაია და მშვიდად უნდა იყვნენ ჩვენი მოსახლეობა, ფიქსირდება სხვა მიმართულების მქონე გველებთან მიმართებაში, მაგრამ ეს გველები არის საშიში არ არიან, რაც მთავარი ადამიანებისათვის. სიხშირე გეტყვი, მომატებულია ცოტათი, მომატებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამრავლებულია და გამრავლებითაა მომატებული. ეს ამინდიდან გამომდინარე არის და ხო, ზაფხულში რა თქმა უნდა უფრო ჩანს და ზამთარში ჩადის და ის ნაკლებად არის აქტიურიც, მით უმეტეს ზინავს და ეს გამოძახებები კიდე მინდა ვთქვა, რომ არანაირი საშიშროებას არ წარმოადგენს, 360 გამოძახება გვაქვს ახლა დაფიქსირებულია და არსად ისეთი არ ყოფილი. ხო, აი 3 თვის განმავლობაში. კი, ქვეწარმავლობის მიმართებაში გველებთან კონკრეტულად. და არც ისეთი ფაქტი არ ყოფილა, რომ ახლა მაგალითად მე ვმუშაობ, ერთადერთი განყოფილება არის სპეციალიზებული ტოქსიკოლოგიური, ეგრეთ წოდებული წმინდა მიქაელის ავადმყოფო. ყველა მიხეილის ავადმყოფოს ეძახის. და აი მაისიდან დაწყებული როცა დაიწყეს გამოღვიძება და აქტიურობა სულ დაფიქსირდა ჩვენთან 7 შემთხვევა მხოლოდ. 7 შემთხვევა კბენის ხო და მომართვიანობის კბენის შედეგად. ნაკბენით შემოვიდა 7 ავადმყოფო. და რა როგორმა ქვეწარმავლმა დაკბინა თქვენი პაციენტი? აქედან 7-დან 4 იყო გიურზა, 3 იყო აბა გიურზა არაა. ეს იმას არ ნიშნავს. არა, მე დამამთავრებია. დიახ. ამ 7-დან არც ერთი არ იყო თბილისში. აჰა. იქ არ არის საშიში. აი, თბილისში არ იყო, მაგრამ სხვაგან არის ახლა კახეთის რეგიონში გიურზა როგორ არის კაცო. შეიძლება მეტიც ალბათ მეტი იქნება, მაგრამ ეხლა იწყება. იქ ჯერ არ არის. მაისიდან იწყება და ივლისი-აგვისტო აღწევს იქ. განსაკუთრებით მარნეული, გარდაბანი, საგარეჯო, იქიდან უდაბნოა და იქ. მოდით რა ხა პრაქტიკული სატირო შეებისთვის ჩვენს ტელემაყურებელს. სად შეიძლება რომ გადავეყაროთ თვითონ გვესხვის თავს, ჩვენ თუ გავაღიზიანეთ თუ აი ეს ყველაფერი გითხარით რა. მე თბილისს გეტყვით, რომ უნდა იცოდნენ აუცილებლად ფიქსირდება უფრო ჩვენთან ზარები გარეუბნებში, ეს არის ისანის ამგორისკენ, გლდანისკენ და აქეთ ორთაჩალისკენ, ვინაიდან ორთაჩალას აქვს ისეთი მიმდებარე ტერიტორიები, სადაც არის ანუ აქეთ ძვირია კაფეები არის არა აქ არ არის არც ერთი არ არის საშიში იმიტომ ვიძახი არის ანკარები არის ხოკერებია უფრო ძირითადად არის ნახევარმეტრული უნებელია ეს არის უფეხებო ხვლიკი აჰა გასაგებია და კბენას არა კბენს მაგრამ ნუ ეხლა ხვლიკის ნაკბენიც ცოტა მტკივნეულია მაგრამ საშიში მაგრამ მე მინდა ტელემაყურებლებს და ჩვენ მოსახლეობას მიმართ რომ ყველანაირ შემთხვევაში რანაირი შემთხვევაც არ უნდა იყოს მოკრა თვალი არ მოკრა თვალი დაინახა გრძნობს რომ შეიძლება იქ იყოს ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა დაგვიძახონ არავითარი რეაქცია სხვა თვითნებურად არავითარი დაჭერის მცდელობა ან რაღაც აქტივობა არ გამოიჩიონ ბატონო კი 112-ზე ჩვეულებრივად იქ დაფიქსირდება იქიდან ჩვენ გავალთ იქიდან ბატონო თემურ მე მაქვს თქვა ბაღი ეზო რომელსაც რამოდენიმე ისა ხო ღობე კედელი და რაღაცა ნუ შემჩნევია ხა ყოველდღე არა მაგრამ სეზონზე ერთხელ რატო გამოგიძახოთ იცხოვრო სადღაც უნდა არა გამოგვიძახეთ ჩვენ მობილიზებული ვართ ყველანაირად გადავამოწმებთ ტერიტორიას თუ იქ გაჩერებული იქნება დავიჭერ და იმ ადგილს მოვაცილებთ აუცილებლად და მივიღეთ ყველანაირ პრევენციას მიღება შეგვიძლია ამ მიმართულებით და ამიტომაც ვიძახი რომ არავითარი თვითმოქმედება არავინ არ დაიწყოს ჯობია ისევ ჩვენ დაგვირეკონ და ჩვენ პრობლემა არა გვაქვს 10 ზარიც რო ერთად შემოვიდეს მაინც გავალთ აი თქვათ მოგვიწია ქალაქიდან გასვლა წავედით კახეთში სიტყვაზე და გვინდა მოვინახულოთ რომელიღაცა უდაბნო ჯერ გითხარით ეს გიურზა რითი გამოირჩევა თქვა სხვა გველებისგან რომ მივხვდეთ ვიცნოთ ასე თქვა სახეზე და რამდენად არის მტაცებელი ასე ვთქვათ ვესხმის თავს თუ გარეგანი ნიშნების საცნობად აი ამეთახმება კოლეგა ძალიან ძნელია გარეგანი ნიშნების საცნობად ზომას ვერ შეამშვენებთ იმიტომ რომ დახვეულია და ახლა მართალი გითხრათ მე როგორც ექიმს ცოცხალ გველებთან გაცილებით ნაკლები კონტაქტი მაქვს მე მაქვს კონტაქტი იმ ადამიანებთან ვისაც გველმა უკბინა მაგრამ აი ერთი შემიძლია ვთქვა რა ძალიან მნიშვნელოვანია აი შხამიანი და ჩვენთვის როგორც ექიმებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა გველი შხამიანია თუ უშხამო კითხულობ ხოლმე როგორ შეიძლება გავარჩიოთ გარეგნულიერი ძალიან ძნელია მაგრამ აი საინტერესო მომენტია რომ ყველა შხამიან გველს აქვს ორი ძირითადი კბილი
ორი შხამიანი კბილი, რომელიც ერთდება, აქ არის არხი სპეციალური, ეს არხი უერთდება შხამიან ჯირკვალს, როდესაც ეს კბილი შედის ქსოვილში, აწვება და ეს შხამი მაგრამ ბატონო რომ დააღესპეს უკვე გვიანი ხო არ არის? გვიანია. და შედის შხამი უკვე ორგანიზმში, მაგრამ თუ არის აი ბელხოკერა და სხვა, იმას აქვს ძალიან ბევრი წვრილი კბილები. ანაბეჭდი აქ არის ორი. აქ ორია და იქ არის ორი დიდი კი არის ბევრი პატარა. ეს თქვენ უკვე ამბობთ იმას, როცა ნაკბენია. მე ამბობ ესეთ რამეს გეკითხებით და იქნება ჩვენ ცელემოყრობას განუმარტოთ. რა ამბობს ყვებიან ეს ხალხი, ვისაც კვეს? თვითონ დააბიჯა ფეხი, თქვა შემთხვევით, ან ჯოხი მიარტყა, ან გააღიზიანა. ყველა ლაპარაკობს, რომ თავდასხმა, როგორც ესეთი, რასაც შემეძახი, არ ყოფილა. ან ფეხი დააბიჯა, ან ნუ დაჭერას იშვიათად, ან გაუარა, ან ფეხი გაკრა, ან ყოველ შემთხვევაში ისეთი ამბავი რომ მიდიოდეს და გამოვარდეს საინახავს და ეძღეროს ესეთი რამე ჩინევლად აწევს და ბევრ შემთხვევაში ადამიანი ახლოს რო უახლოვდება ის თავდაცვის მიზნით აკეთებს ამ ეფექტ კმენას და აი მას უნდა ყურადღება ყოველთვის რომ დიდ ბალახებში მაგალითად ძალიან ხშირად იცი სადაც სასაფლავებზე მაგალითად ხო სადაც ის არის და აი ესეთი იმებს უნდა მოვერიდოთ საერთოდ და აი ეზოებშიც ბალახი არ უნდა გააჩეროთ საერთოდ დიდი ბალახი დავინახე იქ სადღაც არის რას ვაკეთებ? გავბი ვარ? თუ რასვები? არა, სანამ თქვენ დაგიძახეთ, ხომ დგავარ? არსად არ გაიქცე, ნელი და იმის მიმართულებით უწახვალ, თუ რა ისე გვერდზე გაიწე პრობლემა, ის არ წამოვა არასოდეს, ეგ არ გასა. რაღაცა ფეხი დავადგი, ან რაღაცა. ფეხი თუ დაადგი, თუ შხამიანი არ არის და ეს შეიძლება კმენაცა ვერ მოასწროს და რაღაცა. თუ რა ანალოგია შეიძლება უთაგივე ძაღლთან გაატაროთ, ხო? ძაღლი თუ იყებს ან რაღაცას, თუ გაიქცევი, გამოგეკიდება. ესეც. ამიტომ სწორედ ძაღლი არა ფაქტიურად. ხო, ნუ ნელი ნაბიჯი თავდაცვის მიზნით თვითონაც რეაქციას აკეთებს. ბატონებო, არსებობს თუ არა ესეთი ცხოველები, რომლებიც ასე ვთქვათ პრევენციის ნიშანს ატარებენ. ზღარბი, მეყავს ეზოში ზღარბი, კატა, მანგუსტიზეა ლაპარაკი, მანგუსტი. მანგუსტის ვერ ვიშოვეთ საქართველოში. კუც მოთხრობაა ტიკიტავი. სადაც თაგვები რა იქ არიან გველები, თუ ამით იყვებებიან, ეხლა მე არის პირველი საჭმელია საკვები, ვაფშე მაგისთვის დელიკატესია. ეს ბატონები, რა შეიძლება გამოიწვიოს გიურზას ნაკბენმა? გიურზა, აი, რა არის, ეს საერთოდ არის ორნაირი შხამია გველს. ერთი არის, ნუ სამედიცინო ტერმინით ვიყავ ნეიროტოქსიური, მეორე არის გემოვაზოტოქსიური. ანუ ერთი აზიანებს ნერვულ სისტემას, ეს არის კობრა. საერთოდ კობრა დგას მეორე ადგილზე თავისი შხამიანობით. მე ვგონია რომ კობრა არის ყველაზე შხამიანი გველი, აფრიკული კობრა, მაგრამ სიძველეში ყველაზე შხამიანია ავსტრალიული ვებხვისებრი გველი. ყველაზე შხამიანია. მაგაზე შხამიანია. მე შუა აზიაში მესამე ადგილზეა შუა აზიაში არის ეფა და მეოთხეზეა კავკასიური გიურზა. არ არის ცუდი საპედესტალი. რომ მაინტერესებს, აი ნაკბენის შემდეგ რამდენ ხანში უნდა იყოს კლინიკაში ადამიანი, თუ პირველ დახმარებას იქნება რა. დღესდღეობით არსებობს, ნუ აღარ არის თვითმკვლელობის მეთოდები საერთოდ მე ვალდებული ვარ თქვა, რომ მაგალითად ლახტის გადაჭერა იქნება. ეგეთ რაღაც არ შეიძლება, იმიტომ რომ სტაზი ხდება სისხლის და უარესია. დასერვა იმ ადგილის არ შეიძლება. სისხლი გამოვიდეს თვითონ. მე მაგალითად მქონია შემთხვევა, რომ მქონია შემთხვევა, მონდადირეები იყვნენ სადღაც უკვინა ერთს და სხვა არაფერი არ ქონდა. პატრონს რო ეძახია. გამოიწვა იმით. დენტი ამოიღეს, დაიდო იმაზე. დაკვეთა ადგილზე და მოუკიდა და ამოშანტა, მაგრამ ნუ ეს ამბობენ რომ აპაპურია, მაგრამ ეხლა მაგას ვინ მიმართავს, არა? ეხლა არის შრატი. კი, გადარჩა. ეხლა არის რეალური სამკურნალო საშუალება ერთადერთი შხამიანი გველის ეს არის შრატი. რომელიც არის მხოლოდ სამედიცინო პუნქტებში. სამედიცინო პუნქტებში არის. საკმარისია. ყველა ეგრეთ რეგიონალურ ცენტრში მე შემიძლია გითხრათ, ეს არის ჯანდაცვის სამედიცინო სპეციალური დადგენილებით მიღებული ყველა რეგიონალურ ცენტრში. არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები და ამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში ანტიგიურზაც არის ან მონოვალენტური ან პოლივალენტური. თუ ახლოეს სამედიცინო პუნქტში, იქ არ იქნება ეს ანტიგიურზა, ხო? სამედიცინო პუნქტში სოფელში არ იქნება. რამდენი საათი მაქვს იმისთვის რომ მივიდე იქ და ჩატ გამიკეთებ? 24 საათი. ადამიანს შეუძლია. დებულება როგორი იცით, შრატი მით უფრო ეფექტურია, რაც მალე
კეთდება. მაგრამ ეს მალე ცოტა ჭიმვადია. ხო. მაგალითად 6 საათი ოპტიმალურია, 24 საათი უკვე. ამ ჩვენთან არსებული ამ გიურზას ნაკბენი მომენტალურ ლეტალურ შედეგს არ იწევს ესე იგი. ანუ დრო გაქვს რომ მიხვიდე, წახვიდე, მიხედო. მაგალითად გველგესლა ხო ითვლება შხამიან გველად, მაგრამ ну იმდენად სუსტი შხამია, ხო შედარებითია ყველაფერი. რომ შრაც ზოგჯერ არც კი საჭიროა შრატის გაკეთება, ზოგადი კარგი, ეხლა კიდე რა მაინტერესებს, არის თუ არა ამ სიცხის გარდა, თქვა ანტისანიტარიაც ამ გველების მომრავლების მიზეზი? მე ზუსტად ვიცი, ჩემ ეზოში გვერდზე მშენებლობა არასოდეს რო არ დასრულდა ისეთი ამოთხრილი იმგენით, რა ქვია, საძირკველებით და იქიდან შემოძრება გადადრება. საცხოვრის რო ეძახიან რა. აი სადაც ალბათ ეს უფრო ხელს უწყობს. სადაც ნაგავიყრია, სადაც საშინ მასალები არის დაწყობილი დიდი ხნის და ის არ სულს ასფალტზე და ბეტონზე უნებრივია. კარგად მოვლილ გაკრეჭებული წამოა. ხო და იქ ნახეთ ჩვენ დანადგარები სპეციალური აი სასტუმროების შატოების გარშემო არის, რომელიც ვიბრაციაზე თქოს რამდენად ეფექტურია. რამდენად ეხლა ვერ გეტყვით, რომ ძალიან დიდ ეფექტს აძლევს, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი რაღაცას კი ფსიქოლოგიურადაც და რაღაცას აკავებს, მაგრამ ისეთი აი ეს გოგირდის არა, არავით არ, იმიტომ ვიძახი თვითონ ნებურად არავინ არაფერი არ უნდა გააკეთოს. თუ გინდის გოგირდის დაწვა, თუ გინდა როგორც წეგან ამ ბატონმა თქვა რომ უნდა გაიჭრა, გადაიჭირო, ესეთ რაღაცებს ყველამ უნდა დაანებოს თავი. გარეკონ 112-ზე ჩვენ ვიქნებით 5 წუთის განმავლობაში ჯგუფი ადგილზე იქნება 10 ზარის ზომებს იღებთ, ანუ რიცხვები ყველანაირი ისა გვაქვს საშუალებები ჩვენ რომ პრეხოსპიტალური დახმარება. ყველანაირი შეგვიძლია იმ ტერიტორიას ბოლომ ნაკმენის შემთხვევაში, მაგრამ თვითონ გველთან ბრძოლის ჩვენთვის ნიშნ ყოველთვის ადამიანებს გველიათ მათთვის მნიშვნელობა არა. ჩვენთვის მნიშვნელობა შეამჩნიეთ ხო რაღაც დაგვირეკეთ აუცილებლად არ დაიწყოთ თვითნებურად, იმიტომ რომ იმ ადგილს მერე დათვალიერება უნდა, ტერიტორიის დათვალიერება უნდა. ჩვენ საუბრობთ ძირითადად ახლა დედაქალაქს და მის შემოგარენზე. რა ხდება რეგიონებში? იმათმა რა უნაქრან? იქ არის თუ არა ანალოგიური მომსახურება, ვთქვათ, ერთი წუთით მე გიხმარება ხალხი. ამ ხრივ დიდი სხვაობა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის. დასავლეთში ეს პრობლემა პრაქტიკულად არ დგას. დგას ნესტია და ნუ სხვა კლიმატი, ეგეთი გარკვეული ჭირდებათ გარკვეული არეალი, რომ იქ იარსებონდა. აი სამაგიეროდ აღმოსავლეთ საქართველოს როგორც გითხარი, აღმოსავლეთ საქართველოს. აქეთ ის ცხელი კლიმატი რა იცავს? მაგას? იქ ხო 5 წუთში ვერ გაჩნდებით. არა, იქ არ არის ხო, ნუ იქ ეხლა ცოტა ისეთი ეს არის, ვერ გეტყვით რომ იქ 5 წუთში ჩავა სამაშველო ბრიგადა, მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმდენად იქ მაცხოვრებელი ადამიანი უკვე მიჩეულებიც არიან და იციან, ნუ უახლოეს პუნქტში თვითონვე მიდიან და თვითონვე იმასაკნება. დედაქალაქი იმდენ ჭიდრო და იმდენად სულ სხვა რაღაცაა დედაქალაქი, корпуსებია, ის არის და აქ სულ სხვა მიმართულებებია და მithumetes თუ ზუსტად ვიცით თქვათ რომ აღმოსავლეთ რეგიონები არის უფრო ცხელი წერტილი ესე ვთქვათ. არ შეიძლება სეზონურად რომ ვთქვათ რაღაც მობილიზაცია მოხდეს ესეთი თქვენი მსგავსი სამსახურების იქ რომ ხო თუ ვიცით წინასწარ სადველოდოთ საფრთხეს რატომ არ ვუსაფრთხდებით იქვე? არა, იქ ეხლა რეგიონების მაგერად მე ვერ ვილაპარაკებ, რატო არ ხდება შეიძლება ესე, მაგრამ ხვალდაზე ალბათ ეგაც რომ გაძლიერდებიან რეგიონებისკენ აგველები უნდა გაძლიერდნენ ან რეგიონის მმართველები. მაგრამ იქ მე მგონი სამაშველო ჯგუფები იმდენად იმ სოფლის მოსახლეობაში იმდენად პრევენციებს ვერ გააკეთებენ, თვითონ იქ ადგილობრივ დონეზე უნდა მოხდეს ამის კიდევ უფრო მეტად სწავლება და უფრო მეტად შესწავლა. ხო, ბევრი რამე იცის ეხლა შეიძლება ჩვენ პროფესიონალებს იმათ მოგვასწავლონ ისეთი რაღაც ამ მიმართულებით, რომ ჩვენ საერთოდ შეხებაც არ აქვს. იმიტომ იქ ყოველდღიური შეხება აქვთ და იციან რა უნდა გააკეთო. გარდა სხვა საშიში ქვეწარმავალი მოიპოვება? არა. ნუ მორიელებზე არა. ჩვენს დედაქალაქში სხვა ჯიშის არა საქართველოს ეს არის მორიელი, მაგრამ ქართული მორიელი არ არის. ფესტალობით და ჩვენც არა მოწყალეა. დაფიქსირებულიც არა გვაქვს მორიელზე გამოცხადებული. რა კარგი, ამაში გაგვიმართა საქართველოს, ხო? ჩვენ ქართული მორიელი ღვთისმშობლები. მორიელების სიზმარი როა. ამიტომაც სტატის მარჯვენაში ქარი მარჯვენა. ესე იგი, ჩამოყალიბდით იმაზე, რომ საგანგაშო არ არის გველების რაოდენობა ამ მომენტში თბილისში, რაც თქვით გიურზას ნაკმენების რაოდენობა არც ერთი დედაქალაქიდან არ დაფიქსირებულა და ყველა იყო კახეთის განმავლობაში შეიძლება, ასე ვთქვათ, შრატის შედეგად უვნებელი გახდეს მისთვის ეს ნაკმენი ადამიანის. როგორ? იგი არის წინ და ერთი შეიძლება მე დავუმატო რა გველი რაღაცნაირად აი ისტორიულად, მითიურად, ლეგენდარულად არის რაღაცა მისტიური
არსება, მისტიური არსება და მასთან კონტაქტისას ადამიანს აქვს არა მარტო ფიზიკური ტრავმა, არამედ ფსიქოლოგიური. აი ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ ну ჩვენთან არა, მაგრამ აღწერილია ყოველ შემთხვევაში, რომ დაუნახავს ადამიანს გველი გაქცეულა, არც უპენი, არც არაფერი და მოწამლობა. არა, გარკვეული ფსიქიური სტრესის შედეგად გარკვეული ფსიქოლოგიური გათანხმებით გველის ალბათ მთელ სოფლიოში გველი არის ის ქვეწარმავი, რომელსაც ყველაზე მეტად ეშინია. მაგრამ აი ახლა ბობებზეც იგივე სიძახთი სხვათა შორის. ბობებზე მე მეშინია თქო ვიძა. მაგრამ თქვენ გაიცანეთ რომ გველმა ასტუნა ევა. დიახ. როდიდან მოდის გველის კულტი ასე ვთქვათ. კარგით, მოგეთ, ჩვენ მივიღეთ რაღაცა საჭირო ინფორმაცია, რჩევები როგორ მოვიქცეთ, ამ რჩევებს შორის ერთ-ერთი იყო ის, რომ ვთქვათ, ვისაც ეზოიანი სახლი აქვს, კარმიდამო აქვს მამულები, უნდა მოუარონ, გაკრიჭონ ბალახი, გაალამაზონ და ზოგადად მარტო რეზინის ჩექმა არის ძალიან. რეზინის ჩექმა ხელთათმარები და საერთოდ მოვლილი კარმიდამო და ჩვენ ზუსტად ესეთი ერთ-ერთი ძალიან მოვლილი ეზო კარი გვინდა ნახოთ, რომელიც გაჩვენოთ, რომელიც ნიატყეშილაშვილმა აღმოაჩინა და მოგიწევთ, რომ ყველა მასე მიხედოთ თქვენს ირგვლივ გარემოს. იწყებათ და მუშაობით ვრგავ ამებს, ლამაზად ვაკეთებ, აქეთ ამოვყრი, აქეთ დავრგავ კარგს, იქითაც ლამაზებს გავაკეთებ, თუ რამე ზედმეტი ბალახია, ყველას ამოვყრი, ასე ვაკეთებ და მუშაობდე და მთელი დღე მუშაობ. თელ დღეს მუშაობაში ატარებს. 74 წლის ნუნუ მიქავა უკვე 4 წელია მოსკოვის პროსპექტზე ცხოვრობს და მისი საცხოვრებელი ადგილი ყველასგან გამორჩეულია. სამხედრო ნაწილის გვერდით ქალბატონმა ნუნუმ თავისი ინიციატივით ბაღი გააშენა. აქ რომ მოვედი, ძალიან სხვანაირად არ მივიღო და უსიამოვნება იყო, ძალიან უსიამოვნება. ხო და პირველ რიგში აზრად მომივიდა, რომ სამხედრო ნაწილი დგას. ჯარი აქ არის, მაგის მშობლები მოდის, ცენტრალური ქუჩა, კუთხის ბინა. რა, ეს უნდა გავალამაზო მეთქი. და გავალამაზედე და მოვინდომე რაც შემეძლო. დევნილი ვარ და ბევრი არ შემიძლია, მაგრამ რაც შემეძლო შეიძლება ისდაგვარად გავაკეთე ეგი. აივანი არ აქვს, სწორედ ამიტომ გაუჩნდა იდეა ფანჯრების წინ სკვერი გამოეყენებინა და კორპუსის გარშემო ეზო გაელამაზებინა. 4 წლიანი მუშაობის შემდეგ მიიღო ის შედეგი, რაც თავიდანვე ჩაიფიქრა. უყვარს სილამაზე და სწორედ ამიტომ თვლის, რომ ადგილი სადაც ცხოვრობ, ყოველთვის მოწესრიგებული და ლამაზი უნდა იყოს. ქალბატონი ნუნუს ეზოს სტუმრობს ყველა. იცნობენ მთელს ქუჩაზე და ხშირად ცდილობენ მიბაძონ კიდეც. აივანი არა მაქვს, თორემ უფრო უკეთესად მოვინდომებდი, მაგრამ აივანი არა მაქვს. მე მგონი ჩემი აზრით ყველა ფუსფუსებს ახლა ყველამ დაიწყო აქედან გადაიტანა მეც გავაკეთებ მეც მინდაო მეჯიბრებიან ქვევით სტომატოლოგიის ბიჭი ცხოვრობს და ის ყოველთვის მეუბნება მინდაო შენისანა გავაკეთო და გეჯიბრები მაგრამ ვეღარ გამომივიდაო. უყვარს წიწვოვანი მცენარეები, მაგრამ ბევრი არ აქვს. სამაგიეროდ სხვადასხვა ჯიშის ყვავილებს ახარებს. მეზობლები მის ბაღს ედემის ბაღს ეძახიან. მეზობლები ეძახის ედემის ბაღს. ედემის ბაღი არისო. შენ ვერ წარმომიდგენია ცოტა შვილება რო კონდესო, არ ნახვი რაღაცას გააკეთებო. მოდი ერთი ჩემს იმაში წევიდეთ სადმე ამას გაგაკეთებინებ, იმას გაგაკეთებინებ, მაგრამ მე არცად არ მივდივარ და მე მინდა ჩემთვის უფრო მეტი ეკონომიური საშუალება რო მქონდეს, მართლა არ ნახვის გავაკეთებ. სამომავლო გეგმებიც აქვს. უნდა რომ მთელი ქუჩა აყვავოს და ამაში მეზობლების ხელშეწყობის იმედი აქვს. არა, არ ვიცი, აპლოდისმენტები, მადლობა, მაგალითი, პატივისცემა, ყველაფერია ეს ქალბატონი. არც არავის დაუვალებია, არც არავის თავისი სურვილით და იცი რა არის? ყველასია. ყოველთვის ადამიანს უჩნდება სრული რაღაცნაირად მიწას, ესე თქვათ, მოუაროს და ზედ გაახაროს ყვავილები და არ არის საჭირო კონდეს საკუთარი. იმის ბუნებაში უნდა იდო. ანუ საჯარო მიწასაც შეიძლება შეგეძლო. ეს ქალბატონი თბილისის მერად. მოდი. მოქალაქია მართლა. დღეს ტური კარყავდა და შენ შეცვალე. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს და დაბრუნდებით. და ნუ გეშინია. წაგვიწერეთ წიგნზე კი ბატონო.
თქვენი ჩვენ გავაძლევთ რეკლამაზე დაბრუნდებით რუსთავის ახალი დავწერე მე მოგართვით. კაი, კარგად ვდადებოდა. კარგად იყავით და ნუ გეშინიათ გველები.